საზარალის შემთხვევა ახალქალაქის რაიონში მოკლულია ბებია და 9 თვის შვილიშვილი. დანაშაულში ეჭვმიტანილ სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. მომხდარის ოფიციალური მოტივი ჯერ უცნობია, ვრცელდება მხოლოდ წინასწარი ვერსია, რომლის მიხედვით მკვლელობა შურისძიების მიზნით მოხდა. სოფელ გოგაშენის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ თავდამსხმელი მოკლული ჩვილის დედას მანამდეც ემუქრებოდა. დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი და ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. მათ შორისაა მოკლული ბავშვის ბაბუა, რომელიც ტყვიას შემთხვევით გადაურჩა. მოამბეს შემთხვევის ადგილზე მუშაობს ახლა მარიამ ცარელაშვილს ჩავთავთ ახალქალაქის რაიონიდან პირდაპირ ეთერში. მარიამ, დანაშაულის რა ვერსიებზე საუბრობენ სოფელში? თამთა, როგორც ასევე თქვენ აღნიშნეთ, ჯერჯერობით მომხდარის ვერსიებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი სამართალდამცველების მხრიდან არ კეთდება, თუმცა აი აქ ახალქალაქში ამ სახლში, სადაც ორი მიცვალებული ყავთ დასვენებული და ასევე სოფელ გოგაშენში, სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა, ყველა აბსოლუტურად ყველას, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, საუბრობს ერთადერთ ვერსიაზე, ეს არის მკვლელობა შურისძიების მიზნით. თვითმხილველები, ფაქტის უშუალო მომსწრეები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მკვლელს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, მკვლელის მიზანი იყო ბავშვის მოკლა, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი დედა არა მას, არამედ სხვა მამაკაცს გაყვაცოლად. ჩვენას დღეს ასევე ვესაუბრეთ გარდაცვლილი ბავშვის, 9 თვის ბავშვის ბაბუას, რომელსაც ხელში ეჭირა აი ამ მკვლელობის დროს, ამ დანაშაულის ჩადენის დროს შვილიშვილი და რომელმაც გუშინ არა მხოლოდ საკუთარი შვილიშვილი, არამედ მეუღლეც დაკარგა. ეს ყველაფერი უკვე ჩვენ სიუჟეტში. კინოლოგები და ექსპერტ კრიმინალისტები მკვლელობის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. 9 თვის ჩვილის და ბებიის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 119 მუხლით აღიძრა. ეჭვმიტანილი მიმალვაშია და გამოძიება მას ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. Извините, пожалуйста, извините меня. შემთხვევა ახალქალაქის რაიონის სოფელ გოგაშენში გუშინ საღამოს მოხდა. ბებია მელანო ქართველიშვილი 9 თვის ეკატერინე ნათენაძეს ასე იბნებდა, რა დროსაც ერთ-ერთი სახლიდან ცეცხლი გაიხსნა. დაღუპულების ნათესავები ყვებიან, რომ ბებიაც და შვილიშვილიც საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპნენ. პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღი ესრულა სტუმრად მყოფ ქართველიშვილის გოჩას ოჯახის წევრებს, რის შედეგადაც დაიღუპა 9 თვის ბავშვი და ბებია მელანო გოხაძე ქართველიშვილი. 9 თვის შვილის მშობლები გოგაშენში რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან ჩავიდნენ. მკვლელობის მოტივებზე სოფელში რამდენიმე ვერსია ვრცელდება, თუმცა გამოძიება დეტალებს არ ახმაურებს. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მამაკაცი შურისძიებით ემუქრებოდა მოკლული ჩვილის დედას, რომელიც სხვა მამაკაცს გაყვაცოლად. 2 წლის უკან ვითომ უყვარდა თვითონ და არ ვიცი მეტიარები. გაასერინეს ბავშვი პაპამ და ბებიამ. ამ გარდაცვლილის ძმა ცხოვრობს ეგერიმ სახლში. ხო და სადღაც 10 წუთში ატყდა სროლა. მე რო გამოვედი უკვე ქალი ძირს ეკდო სისხლში გასვლილი. აი იმ ადგილზე ესეთაც ის ყვითელი ლენტაებია. ხო და ბავშვი ეჭირა პაპას და ყვირო და შველას ითხოვდა. გარდაცვლილების ცხედრები ახალქალაქში გადაასვენეს, სადაც ოჯახის ნათესავები ცხოვრობენ. მკვლელობას პირადად შეესწრო გარდაცვლილი ჩვილის ბაბუა, რომელიც ტყვიას გადაურჩა. დღეს ის მომხდარის დეტალებს იხსენებს. ოჯახში ერთადერთ ვერსიაზე საუბრობენ, შურისძიება. ჩემი გოგო უყვარდა ვითომ მაგას და არ უნდა ჩემ გოგოს და ჩემი გოგო მერე წავიდა გერმანიაში სასწავლებლად, იქ გათხოვდა. მოტივი ეს იყო, ფოღმა ჩაიდო გულში. ატყდა სროლა. ამ დროს თქვენ გეჭირათ? მე მეჭირა ბავშვი. აი ესე მიჭირავს ბავშვი. და სად მოხდა ტყვია? ტყვია ჩემი მეუღლე დაეცა და მე ბავშვი მიჭირავს და მე რო ვიყვირე ბავშვი გამომართვით, ხალხი იქიდან გამოცვიდა. სანამ გამოცვიდნენ ბავშვი მივეცი, მე მივარდი ჩემი მეუღლეს. სისხლში იყო უკვე. თავის სახლიდან დაუშენია ავტომატის ტყვია. მოხვედრია ფილტვში ჩემ შვილსა. ეჭვმიტანილის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე არ საუბრობს, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ კეთდება, თუმცა ფაქტს ადასტურებენ. ამ დრომდე მიმდინარეობს და ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ სამართალდამცველები მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს, რომლის წინააღმდეგაც საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. ახალქალაქის რაიონში მომხდარი დანაშაულის შესახებ მარიამ ცარელაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.